მოგესალმებით, ჩემო კარგებო. მოგიკითხავთ თითოეულ თქვენგანს და დიდ მადლობას გეტყვით აქედან იმისთვის, რომ ხართ ჩემთან. მადლობა უკავშირისთვის თითოეულ თქვენგანს. მე კი კვლავ მოგიწოდებთ გამოიწეროთ ჩემი არხი, რათა არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები და გაგიჟღერებთ სასიამოვნო ინფორმაციას, რომ თვის ბოლომდე იქნება პირად გაშლაზე 50%-იანი ფას დაკლება და შეგიძლიათ WhatsApp-ის მითითებულ ნომერზე მომწეროთ მსურველებმა. მაშასე დღეს მე თქვენთვის გავაკეთებ საჯარო გაშლას თემაზე, რატომ არ მოქმედებს ჩაფიქრებული პიროვნება, ან რა უშლის მას ხელს, რომ იმოქმედოს. პირველ რიგში გავაკეთებ სიგნიფიკაციას თქვენი ურთიერთობის, რათა დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად თქვენია ეს გაშლა. გაშლას გავაკეთებ ორ ვარიანტზე და ვნახოთ. პირველი ვარიანტი, ეს გოგონა და სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის, მეორე ვარიანტი, დახუჭეთ თვალები, ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და რომელი ვარიანტიც მიგიზიდავთ, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. გააკეთეთ არჩევანი და დავიწყოთ. პირველებო, მოგესალმებით. ვნახოთ სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის. კრიზისული სიტუაცია. საკმაოდ ტრანსფორმაციული პერიოდი გაქვთ, კრიზისი გაქვთ, როგორც ურთიერთობაში შეიძლება ასევე ფინანსური კრიზისიც გქონდეთ მეგობრებო, მაგრამ აქ ჩვენ ურთიერთობაზე ვკითხულობთ, ამიტომ კრიზისია ნამდვილად თქვენს ურთიერთობაში. თითქოს დასრულდა ის ბედნიერი ხანა, რომელიც იყო თქვენს შორის, ის ხალისი ბედნიერება, რაც შემოჰქონდა ამ ურთიერთობას თქვენში, თითქოს ეს ყველაფერი წავიდა კრიზისისკენ. თუ სიტუაცია თქვენია მეგობრებო, ნამდვილად და გეცნოთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში გააგრძელეთ ყურება. მოდი ვნახოთ ამ ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრები თქვენს მიმართ. გაბრაზებულია ადამიანი და მე გეტყვით, რომ არა მხოლოდ თქვენზე, თავის თავზე ბრაზობს, რადგან ვერ მოახერხა სრულიად სეპარირება თქვენგან, ვერ მოახერხა გათავისუფლება თქვენიდან. ამ ადამიანს თითქოს არ ძალუძს, რომ ის უხილავი ჯაჭვი გაწყვიტოს თქვენთან, რაც მას აკავშირებს და სწორედ ამიტომ ბრაზობს ეს ადამიანი თავის თავზე. საკმაოდ სევდიან განწყობაზეა ასევე და ძალიან მოქმედებს მასზე ეს კრიზისული სიტუაცია, თუმცა თავის თავზე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ძალიან ბრაზობს, რადგან ვერ ჩაგეხსნათ ბოლომდე. კარგით, რა გრძნობაც შემორჩა ამ ადამიანს მაშინ თქვენს მიმართ. მეგობრებო,
ამ ადამიანის თვალში თქვენ კიდევ ხართ ისევ აი იმ პოზიციაზე, როდესაც ადრე იყავით, აი არაფერი შეცვლილა მის წარმოსახვაში, თქვენ მისთვის გამორჩეული ქალი ხართ, რომელიც თქვენი ბრწყინვალებით, თვალის მომჭრელი სიკაშკაშით ირგვლივ ყველას და ყველაფერს იპყრობს, მიუწვდომელი ქალი ხართ მისთვის, მიუწვდომელი ხართ და ცოტა ცივიც ხართ მისი გადმოსახედიდან და ადამიანს ძალიან ბევრი რამის გაკეთება სჭირდება იმისთვის, რომ თქვენამდე მოაღწიოს. თქვენ ამ ბატონს წარმოუდგენი ხართ თვითკმარ, შემდგარ ქალბატონად, რომელიც ძალიან კარგად გრძნობს თავს, აქვს ძალიან დიდი თვითკმაყოფილება, უვლის საკუთარ თავს, შეიძლება ძალიანაც მოსწონს მას, რომ თქვენ თავს უვლით, თქვენს იმიჯზე ზრუნავთ. შეიძლება ხართ აქ ისეთი ქალბატონები, რომლებიც მუდმივად დაკავებული ხართ თქვენი გარეგნობით, იმიჯის ცვლილებით და ამ ადამიანისთვის ერთგვარად ძალიან მიუწვდომელი ხართ. კიდევ რას გრძნობს? მისთვის ძალიან სექსუალური, მომხიბლელი ქალი ხართ. აქვს ამ ადამიანს კვლავ თქვენს მიმართ, როგორც აღვნიშნე, ემოციები კიდევ და გრძნობები და საკმაოდ სურს მას თქვენთან ფიზიკური სიახლოვე და ძალიან სურს, ძალიან იზიდავთ. მოდით ახლა ჩვენ დავუბრუნდეთ თავარ კითხვას. მაშინ თუ ასია, რატომ არ მოქმედებს ეს ადამიანი? რატომ არ მოქმედებს? რატომ არ მოქმედებს ეს ადამიანი? ან თქვენ შორის არის ძალიან დიდი მანძილი, ან ბარიერს წარმოადგენს მისი კანონიერი მეუღლე. შეიძლება მას ყავს კანონიერი მეუღლე, რომელთანაც ყავს შვილები და ეს ყველაფერი ჭიდრო კავშირშია ამ ადამიანთან. ამიტომ ეს ადამიანი ვერ მოქმედებს და მეორე ვარიანტი არის ის, რომ შეიძლება მანძილზეა ეს ადამიანი, ძალიანაც სურს გაარღვიოს ეს მანძილი და გამოვიდეს კონტაქტზე, მაგრამ რაღაც მომენტში ეს ადამიანი მხოლოდ ელოდება ვისგან და რისგან არ ვიცი, მაგრამ ელოდება რაღაც შანსს. უმოქმედოდ რომ არის გასაგებია, კითხვიდანვე ჩანს, მაგრამ აი აქაც ამ არკანზე ეს ადამიანი ზის და ილოდება. რას ელოდება, ვის ელოდება, მე ვერ გეტყვით მეგობრებო, მაგრამ ილოდება, უმოქმედოდ არის ახლა და ამჟამად. რატომ ვერ მოქმედებს კიდევ? ან რატომ არ მოქმედებს? არა მეგობრებო, სამკუთხედს ვუყურებთ და ერთგვარი ამ ადამიანის უმოქმედობა და უკონტაქტობა ერთგვარი მანიპულაციაც შეიძლება იყოს მისი მხრიდან. შეიძლება ეს ადამიანი აქეთ თქვენ კონტაქტს ელოდება, იმიტომ რომ აი ესე სევდიანი ზის მოლოდინის რეჟიმში და მხოლოდ იხსენებს აი იმ წარსულ მოგონებებს და ემოციებს. რატომ
რატომ არ მოქმედებს ადამიანი? ჯერჯერობით ეს ადამიანი მართალია არ მოქმედებს, მაგრამ რაღაც შანსს ელოდება, როგორც გითხარით, მეგობრებო, და შეიძლება ერთ დღესაც ადგეს და ძალიან მოულოდნელად ისეთ დროს გამოჩნდეს, როცა აღარ ელოდებით თქვენ უკვე ამ ადამიანს თითქოს აქვს ასეთი ჩანაფიქრი, რომ მოვიდეს მაშინ, როცა უკვე აღარ ელით. თქვენ გენდომებათ? და შეიძლება ეს ადამიანი სწორედ მაშინ გამოჩნდეს თქვენს რეალობაში, როცა უკვე თქვენთვის სულ ერთი იქნება მისი დაბრუნება, მეგობრებო. ეს გახლავთ პირველი ვარიანტი. მადლობა პირველებო, მადლობა რომ იყავით ჩემთან. მე თქვენს კომენტარებს დიდი გულისყურით მოუთმენლად დაველოდები. და ახლა გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. დაგემშვიდობებით პირველებო და მეორე ვარიანტი. ნახოთ სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის. გაურკვევლობა აქაც, რომ არ იცით რა ქნათ, გაჩერებული ურთიერთობაში ეჭვები, ძალიან დიდი გაურკვევლობა, მეგობრებო. არა მარტო ზოგადად, ამჟამად თქვენც არ იცით რა უნდა ქნათ. აი ისეთი სიტუაცია, როდესაც ძალიან ბუნდოვანია აქ ყველაფერი. შეიძლება ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა აქ ურთიერთობის შეჩერება, მეორე ვარიანტი. ძალიან ურესურსო ხართ და თითქოს ძალაც აღარ გაქვთ, რომ ეს ურთიერთობა გააგრძელოთ, მეგობრებო. აქ მგონია, რომ ვუყურებ ისეთ ურთიერთობას, რომელიც ხასიათდებოდა ციკლური ხასიათი ქონდა და ხან ძალიან ბედნიერები იყავით ერთად, ხან უცებ შეიცვლებოდა სიტუაცია, შეიძლება ეს ადამიანის ხასიათზე იყო დამოკიდებული და ეს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ხასიათი იცვლებოდა მთვარის ფაზებთან დაკავშირებით. დააკვირდით, მეგობრებო, აქ ემოციური საქანელა, ხან ძალიან კარგად იყავით ერთად, ხან კი იყო კატასტროფა და უცაბედი რღვევა თქვენს ურთიერთობაში. მოდი ვნახოთ ამ ადამიანის ფიქრები თქვენს მიმართ. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ იმიტომ წახვედით ურთიერთობიდან, ან მან იმიტომ დატოვა ეს ურთიერთობა, რომ აქ არ იყო რაღაცეები დაბალანსებული, თუნდაც გრძნობებში ერთ-ერთი თქვენგანი უფრო მეტს გასცემდა, ვიდრე იღებდა. შეიძლება ფინანსურ ნაწილშიც იყო ის, რომ ერთ-ერთი თქვენგანი მეტად ეხმარებოდა მეორეს და სანაცვლოდ ვერაფერს იღებდა. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ აი ეს ბალანსი დაირღვა თქვენ შორის და სწორედ აი ამ ემოციების ნაკლებობის გამო მოხდა აქ ურთიერთობიდან წასვლა. მისი გრძნობები მაჩვენე თქვენს მიმართ. მეგობრებო, აქ მგონია, რომ ამ ადამიანმა რაღაც იცრუა, ან არაკეთილსინდისიერად მოიქცა. შეიძლება ელოდით, რომ
თქვენ ელოდებოდით, რომ დაგპირდათ, რომ თქვენთან მოვიდოდა, მაგრამ რაღაც მომენტში ეს სიცრუე გამოვიდა და აი ის მოლოდინი გაგიცრუდათ თქვენ. შეიძლება წავიდა ურთიერთობიდან ისე, რომ აი გაიპარა, ასე ვთქვათ, ურთიერთობიდან და აი ესე ჩუმად უთქმელად დატოვა ურთიერთობა და აი სწორედ აი ეს გაურკვევლობა და მთვარე აი ამას უკავშირდება, რომ ისე ადგა და წავიდა ადამიანი ურთიერთობიდან, რომ ვერც გაიგეთ რა მოხდა რეალურად. ყოველ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერად მოიქცა ადამიანი თქვენს მიმართ. შეიძლება იყო ტყუილიც, შეიძლება იყო რაღაც მომენტში ღალატიც. მისი გრძნობა თქვენს მიმართ. როგორც გითხარით, მეგობრებო. აი, მუდმივად ცვალებადი. ამ ადამიანს ხან გიგონათ, რომ გიждდებოდა ეს ადამიანი თქვენი სიყვარულით, ხან თითქოს გიგონათ, რომ თითქოს ამ ადამიანს არც არასდროს ყვარები ხართ. ანუ მუდმივად ცვალებადობა იყო აი ამ ადამიანის გრძნობებში. თუმცა არ გეტყვით და ვერ გეტყვით იმას, რომ ეს ადამიანი კარგად გრძნობს ამის გამო თავს. იმიტომ რომ აი ბედნიერებიდან და კარგი ცხოვრებიდან ადამიანმა გადაინაცვლა რაღაც ემოციურ ჭაობში, სადაც ძალიან უჭირს აი ის ყოფა, სადაც ახლა არის. მისი გრძნობები მაჩვენე. მეგობრებო, თქვენ ვერ განავითარა ამ ადამიანმა ის თავისი გრძნობები, როგორც იყო, სწორედ ისე დარჩა. ანუ სხვა ეტაპზე ვერ მოახერხა ამ ადამიანმა, რომ გადაეყვანა თქვენი ურთიერთობა. მას სურდა ესეთი ძალიან მსუბუქად თქვენთან ურთიერთობა, სურდა როგორც დასაწყისში იყო, ესე ემოციური, მსუბუქი, სახელდაურქმეველი ურთიერთობა. ხან უფინანსობას იმიზეზებდა, ურესურსობას, ხან სამსახურის არ ქონას ალბათ და ასე შემდეგ. და ამას არ დაადგა საშველი. მოდი ვნახოთ ახლა მთავარი კითხვა. რატომ არ მოქმედებს ეს ადამიანი? რატომ არ მოქმედებს ეს ადამიანი ამ ურთიერთობისთვის? რატომ არ მოქმედებს? აქაც პენტაკლების დედოფალი. მოკლედ ორივე სამკუთხედია, მეგობრებო. შეიძლება აქ არის სხვა ქალი და შეიძლება ეს ქალი იყოს დედაც, ან ოჯახის წევრი რომელიმე, მაგრამ აქ მაინც მგონია, რომ აქაც ოჯახიანი მამაკაცია. და რაღაც მომენტში ამ ადამიანმა აირჩია თავისი კეთილდღეობა, რაღაც შეიძლება ფინანსური რესურსის მოძიებაზეა ეს ადამიანი ორიენტირებული, შეიძლება საერთოდ საცხოვრების შეცვლაც კი უნდა, ან ბინის ყიდვა ამ ადამიანს და ცოტა იქით არის ამ ადამიანის ენერგიები მობილიზებული, მაგრამ აქ მაინც ფიგურირებს ოჯახის თემა, მეგობრებო, რატომ არ მოქმედებს და აქ თითქოს ჩანს მეუღლე, შვილები, ან ვინმე ქალბატონი შეიძლება დედა და ოჯახი და რაღაც მომენტში მათ უწევთ ანგარიშს ეს მამაკაცი. შეიძლება
რატომ არ მოქმედებს ეს ადამიანი და იმიტომ არ მოქმედებს, რომ არ აქვს ფინანსური რესურსი. რატომ არ მოქმედებს ეს ადამიანი? ოჯახი აქვს მეგობრებო, ოჯახი და აი ამ ოჯახიდან ვერ გამოდის. ვერ აღწევს აი ამ გისოსებს თავს და აი ამ ადამიანისთვის ერთგვარი ტრაფარეტია აი ეს ოჯახი და გონია ამ ადამიანს რომ არ აქვს სხვა გზა და გამოსავალი. რატომ არ მოქმედებს? კი, მეგობრებო. მიუხედავად იმის, რომ არ მოქმედებს, მუდმივად გადევნებთ მაინც თვალყურს ეს ადამიანი, მაინც აქვს ის სექსუალური მიჯაჭვულობა და ნება თქვენს მიმართ ეჭვიანობს და მუდმივად არის თვალყურის დევნების პოზაში. მუდმივად თქვენკენ აქვს მპყრობილი მზერა. იმოქმედებს უახლოეს ერთ თვეში ეს ადამიანი. იმოქმედებს მეგობრებო. უახლოეს ერთ თვეში აქ არ ჩანს რომ იმოქმედებს ადამიანი და აქ კიდევ ერთხელ დამიდასტურა კარტმა რომ ამ მამაკაცს ყავს ოჯახი და ყავს ოფიციალური მეუღლე ალბათ. რა იქნება? თუმცა შეიძლება ეს ადამიანი გამოვიდეს ერთ თვეში არა, მაგრამ უახლოეს 3 თვეში ეს ადამიანი შეიძლება ინტერნეტით, სოციალური ქსელით გამოვიდეს თქვენთან კონტაქტზე. მადლობა მეორეებო. მე თქვენ წარმატებებს გისურვებთ და თქვენს გელით კომენტარებში დიდი სიყვარულით, გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე.